გამარჯობა, გთხოვთ ბოლომდე უყუროთ ამ ვიდეოს უაღრესად მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვდით. ლარნაკთან მიმართებით, აი ამ ლარნაკზეა საუბარი. საინტერესო გახდათ ის, რომ როცა მის შესახებ შევიტყვეთ, საკურთხევლის წარწერა უკვე გაშიფრული გქონდა და სამეცნიერო წრეების რამოდენიმე წარმომადგენლისთვის გაგზავნილი კვლევა, რაზეც ირონია იქნა გამოხატული, ორნამენტებია და როგორ გაშიფრეთო. ჩვენს მიმართ ასეთმა აგდებულმა დამოკიდებულებამ ძალიან გაგვაბრაზა, ამიტომ სასწრაფოდ შევდექით თიხის ლარნაკის გაშიფრვას. ძალიან გვინდოდა, რომ საკურთხევლის წარწერის ანბანური ნაწილის თუნდაც ერთი ასო-ნიშანი ამოსულიყო თიხის ლარნაკის წარწერაზე, რითაც დავადასტურებდით ჩვენს სიმართლეს, რადგან 100%-ით ვიყავით დარწმუნებული იმაში, რომ საკურთხევლის წარწერა და სტელაც სწორად ჰქონდა გაშიფრული. სწორედ ამ ლარნაკის გაშიფრაზე იყო დამოკიდებული ჩვენი ბედი. შემდგომ მისი გაშიფრით დავადუმებდით ბოდიშით ამ სიტყვისთვის იმ ვაი მეცნიერებს, ვინც თვლიდა, რომ გრაკლიანის დამწერლობითი არტეფაქტები ორნამენტები იყო. დავადუმეთ კიდეც. კიდევ ერთი რაღაც უნდა გითხრათ. იმ მეცნიერებს გთხოვეთ, რომ საკურთხევლის წარწერისა და სტელას ცალკეული გამოსახულების მიხედვით წარმოედგინათ თავიანთი რეცენზია და დაედასტურებინათ ის, თუ რატომ არ ეთანხმებოდნენ ჩვენს კვლევას და რატომ მიიჩნევდნენ გრაკლიანის დამწერლობით სიმბოლოებს ორნამენტებად. იცით რა გვიპასუხეს? მოგვიყვანეთ 3000 წლის წინანდელი გრაკლიანელი ადამიანი და იმან დაგიდასტუროთო სწორად გაშიფრეთ თუ არაო. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ არ იყო საჭირო 3000 წლის წინანდელი ჩვენი წინაპრის შეწუხება, რადგან გიორგი მთაწმინდელი, ქართლის ცხოვრება, თეიმურაზ ბატონიშვილი, ივანე ჯავახიშვილი და ასე შემდეგ სარწმუნო ცნობებს გვაწვდიდნენ ქართული დამწერლობის ასაკის ხნოვანებაზე და არა ისე მხედრული ამბანი ახალი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნეშია შექმნილი და ასომთავრული ახალი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეშია. ამაზე ვიდეოები გვაქვს ჩაწერილი და გთხოვთ უყუროთ. ახლა კი დავიწყოთ თიხის ლარნაკის გაშიფრის შესახებ თხრობა. ჩვენ და გასახარად ლარნაკზე აღმოჩნდა ორი ასო-ნიშანი იდენტური. აი ეს ასო-ნიშნები საკურთხევლის წარწერისა, როგორც მოგეხსენებათ წინა ვიდეოებიდან იცით. აი ეს პირველი და ეს ლიგატურის აი ეს ასო-ნიშანი, მესამე ასო-ნიშანი საკურთხევლის, აქ პირველი და მეორე. ეს მართლაც ღვთისწყალობას ჩავთვალეთ, რადგან თუ ეს ასო-ნიშნები ასევე ფონეტიკური შესატყვისებითაც იდენტურები იქნებოდნენ, მართლები აღმოჩნდებოდით და აღარ დაგვჭირდებოდა 3000 წლის წინანდელი წინაპრის რეინკარნაცია, რაც ზოგიერთმა მეცნიერმა მოგთხოვა. ხუმრობა იქით იყოს და ძალიან გაგვიმართლა, რომ გრაკლიანზე თიხის ლარნაკიც იქნა მიკვლეული. ლარნაკის პირველი ორი ასო-ნიშანი ჩვენ წაკითხული გქონდა საკურთხევლის წარწერაში, როგორც მოგახსენეთ. აი ეს ორი ასო. ლარნაკი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნით თარიღდება, ხოლო საკურთხევლის წარწერა ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის ბოლო პერიოდით, ანუ ძველი წელთაღრიცხვის 1018 წლით, რაც ჩვენ დავადგინეთ სტელას გაშიფრის შედეგად. ორივე წარწერა თითქმის ერთმანეთის თანავდროულია. სტელას შესახებაც გვაქვს ვიდეოები და გთხოვთ უყუროთ. მაშასადამე პირველი ორი ასო-ნიშანი ლარნაკზე არის ქ და რ. აი ეს. ანუ ქორ, ესე იგი ქერ, ანუ ქერი. შემდეგი მოდის ორი ვერტიკალური ჯოხი, ანუ ხაზი, აი ესა. წონის ერთეული, ორი ერთეულის ტოლი, აღნიშნელი და შემდეგ კიდევ ორი ასო-ნიშანი. აი ეს. ქურ, ეს წარწერა ჩვენი აზრით არის ქერის უძველესი დასახელება. მათ ძირი ერთი აქვს ქერს და ქურს. თანაც ეს ყველაფერი მარტივი ასახსნელიცაა. უძველეს დროში, საკვლევ პერიოდში, სავარაუდოდ სიტყვები შემოკლებითაც იწერებოდა, მხოლოდ თანხმოვნებით, ან ასე იწოდებოდა ქურ, ქერი. თუ რატომ ავხსნით ქვემოთ. რაც შეეხება ბოლო ორ ასო-ნიშანს ერთმანეთის ქვეშ მიწერის, ისინი სხვადასხვა ტექსტში, როგორც ზემოთაც აღნიშნეთ, სხვა ტექსტებში არ შევხვედრია. აი ეს ორი ასო-ნიშანი. სავარაუდოდ ის წარმოადგენს
უძველესი ქართული წონის საზომი ერთეულის დასახელებას ან სასტორის სახელდებას, მაგრამ ამ ასონიშნებიდან ჩვენ საკურთხევლის წარწერაზე გაშიფრული ქონდა ლ, როცა დაუშვით ლ-სა და ოს ლიგატურა. ამაზეც გვაქვს ვიდეოები ჩაწერილი და გთხოვთ უყუროთ. ხოლო მეორე ასონიშანი B, ანუ გვექნება ეს არის მეორე B, ეს ელი, ხო, გავშიფრეთ და მაშინ გვექნებოდა ჩვენი ვარაუდით ლიბრა. შემოკლებული ფორმით LB. ესე იგი, ქერი ორი ერთეული LB, ან რასაც აწონის ლიბრა, სასწორი. ამ ვარაუდის გამოთქმის შესაძლებლობას გვაძლევს ის გარემოებაც, რომ ბერძნულად სასწორი არის ლიბრა. რატომ ლიბრა? დავიწყოთ უკანასკნელით. ლიბრა იყო თანავარსკვლავედი სხვათა შორის, რომელსაც უძველესი ადამიანები არჩევდნენ ცის თაღზე. ჯერ წონის ერთეულით, ესე იგი. ლიბრა წონის ძირითადი რომაული ერთეული, ძველი წელთაღრიცხვის 268 წლის შემდეგ ეს იყო დაახლოებით 5076 ინგლისური მარცვალი, ან ტოლი 0,722 ფუნტის, ანუ 0,329 კილოგრამის. თიხის არნაკში ჩადის ზუსტად დაახლოებით ამდენი მარცვალი, როდესაც ჩაატარეს. ეს ფუნტი რომაელებმა მიიტანეს ბრიტანეთში და სხვა პროვინციებში, სადაც იგი გახდა ოქროსა და ვერცხლის აწონის ეგრეთ წოდებული ეტალონი და ყველა კომერციულ გარიგებაში გამოსაყენებელი. ფუნტის დღევანდელი აბრევიატურა LB მომდინარეობს, აგერ გაჩვენებთ, გვაქვს ჩვენ უბრალოდ რომ ნახოთ LB, აი ასეთი აბრევიატურა. მომდინარეობს ლიბრადან. ეს ჩვენი დასკვნაა. დღემდე უცნობი იყო თუ რატომ არის LB ფუნტის აბრევიატურა. ლიბრა ძველი ბერძნული სახელია სასწორისა, აგრეთვე როგორც ზემოთაც აღნიშნეთ, სახელწოდებაა ერთ-ერთი თანავარსკვლავედისა. დასკვნა, ესე იგი პირველი ვარიანტი ქურ ორი ერთეული LB, აი აქ წერია. მეორე ქურ ორი ერთეული იმდენი, რამდენსაც აწონის სასწორი. ლიბრა საბერძნეთიდან შევიდა რომში, იქიდან ბრიტანეთში. ფუნტის სახელით და მისი თანამედროვე აბრევიატურაც ასეთივეა LB. ეს აქამდე ყველას უკვირდა და ახლა უკვე გასაგებია. ხოლო ორი ვერტიკალური ხაზი კი პალეოგრაფიისთვის არ არის უცხო, ეს არის ორი ერთეული. აი ამას გაჩვენე. ქერი უძველესი, გადავიდეთ ქერზე, უძველესი ქართული მცენარეული კულტურაა. ველურად იზრდებოდა კავკასიაში. სულხან საბას მიხედვით ქრთილ. თანამედროვე მეცნიერთა შორის ჯერ კიდევ არის ჩამოუყალიბებელი ერთიანი აზრი ქერის კულტურასთან დაკავშირებით. მათი ნაწილი თვლის, რომ გაზაფხულის ნათესია ქერი, ხოლო შემოდგომისა კი ქრთილი. თუმცა იმავე ჯავახიშვილი ამას არ ეთანხმებოდა და თვლიდა, რომ მათ ერთი დასახელება აქვთ. მას არგუმენტად მოჰყავდა ლათინური ჰორდეუმი და ბერძნული კრითე, ანუ ქართული გამოთქმით ქრითე დასახელებები. კახაზის აზრით კი ქრთილი კომპოზიტია, რომლის პირველი შემადგენელი ნაწილი ქურ უნდა ყოფილიყო ქერი, ხოლო მეორე ნაწილი თილი, ანუ ფონეტიკურად სახეცვლილი დოლი. ქერდოლი, ქერდული, ქერდილი, ქრთილი, ქერფქვილი. კახაძე გვერდი 48,1987 წელს გამოცემული მისი ნაშრომი. მაშასადამე გრაკლიანის ვარნაგზე სარწმუნოდ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს წარწერა მართლაც ქერს აღნიშნავს და მოცემულია მისი საწყაულებრივი, ანუ განზომილებითი ინფორმაციაც. ამასთან ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნეში ქერს ალბათ მართლაც ქურს უძახდნენ და მას არ ქონდა კომპოზიტი თილი. ქართლოსიანები ამ არნაკს ალბათ ქერის გასაყიდად მოიხმარდნენ და მასთან
მათთან სავაჭრო ჩასულ ძველ ბერძნებს ამგვარად მიუწოდინდნენ მარცვლეულს. ამიტომ ზემოთ გამოთქმული ვარაუდს შეგვიძლია კიდევ ერთი დაუმატოთ და ვთქვათ, რომ ლარნაკზე დატანილი წარწერა ასეც უნდა გავიგოთ. ქერი, ტოლი, ორი ერთეული რიბრისა ეტევა ამ ლარნაკში. ძველმა ბერძნებმა, რომლებიც ჩვენთან იძენდნენ ქერს, იცოდნენ, რომ წარწერიანი ლარნაკი იყო საწყაო ქერისა და ცვლიდა სასწორს. თანაც ლარნაკი ქერი უფრო სწრაფად მიიწონებოდა, თუმცა ყველაფერი ეს არაფერ შუაშია მთავარ საკითხთან. მას მხოლოდ ავსებს გრაგლიანის წარწერის ჩვენს მიერ გაშიფრული ეგრეთ წოდებული პირველი ტექსტის ქართლოსიონის პირველი და მესამე ასო-ნიშნებით დაემთხვა ლარნაკის წარწერის პირველსა და მეორეს ასო-ნიშნებს, რა ჩვენი კვლევების ჭეშმარიტებას ერთქვეშ აღარ აყენებს, სარწმუნოს ხდის. ანუ თიხის ლარნაკის წარწერამ ქრ ორი ერთეული ლბ დაადასტურა შემდეგი. საკურთხევლის წარწერის მეორე სიმბოლო ნამდვილად არის ლიგატურა და შედგება ორი ასო-ნიშნისაგან ა და ერი. ასევე საკურთხევლის ამბავი დამწერლობის ორი ასო-ნიშანი ქ და რ გრაფიკულადაც და ფონეტიკური შესატყვისითაც არიან იდენტურები, რაც ამტკიცებს მათი გაშიფრის პროცესის ჭეშმარიტებას. ახლა რაც შეეხება ასო-ნიშნებს ელსა და ბს, აი ამ ასო-ნიშნებს. ჩვენ ერთ-ერთი მოცემულობით ლიბრა ჩვენი ერთ-ერთი მოცემული უნდა იყოს ქართული წარმოშობის სიტყვა ლიბარ, რომელიც წარმოადგენდა წონის ერთეულს ან ასაწონს, საწყაოს და დასახელებას და ბერძნებმა სახეცვლილი ფორმით ლიბრა წაიღეს თავიანთ ენაში. ამის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს ის გარემოება, რომ ბერძნული დასახელება კეჰრი მომდინარეობს ქართული სახელწოდებიდან ქერი. აგრეთვე ინგლისური ბარლეი უნდა იყოს ქართული ლეიბარ, ლიბარ, ლიბრა. იმ სემიტური მოდგმის ხალხმა, რომლებსაც წერის მიმართულება ჰქონდათ მარჯვნიდან მარცხნივ, ლიბარ, ლიბრა, ლეიბარ, რომლის სიმბოლოები იწერებოდა მარცხნიდან მარჯვნივ, შებრუნებით ჩაწერეს და დასახელებასაც ლიბარ, ლიბრა, ლეიბარს სახელი შეეცვალა და მივიღეთ ბარლეი. ახლა ბარის ეტიმოლოგია. ძველი ბერძნული ბაროს წონა, პროტოგერმანული და ბარას ქერი და პროტოსლავური ფრაზიდან ბოროშნო ფქვილი. პროტოინდოევროპული სიტყვიდან ბერს თვლადი წერტილი. მოგეხსენებათ, წონის დასადგენად ითვლიდნენ მარცვლებს და გარკვეული რაოდენობის შეგროვებით იღებდნენ წონის ერთეულს, საიდანაც ასევე მომდინარეობს ლათინური სიტყვა ფარ, ემერი და სპლეტი. ახლა ემერი ხორბლის ჰიბრიდული სახეობაა ერთქიან ხორბალთან ერთად. ის ერთ-ერთი პირველი კულტურა იყო, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მოაშინაურეს. სპლეტი ასევე ცნობილი როგორც გინკელის ხორბალი, ხორბლის სახეობაა. ეს რელიქტული კულტურაა, რომელსაც ცენტრალურ ევროპასა და ჩრდილოეთ ესპანეთში მოიხმარდნენ. სიტყვა ბართან დაკავშირებულია ასევე პაბი, ბარი, სადაც სასმელის ლუდის მიღება შეიძლება, რაც ასევე უკავშირდება ქერს. ასევეა ბარ სიტყვა დაკავშირებული ინგლისურ სიტყვასთან ბარლეი, ქერი. ბარს პლუს ლეი. ბარი, ქერი, ანუ ხორბალი და ლეი სახნავს ათესი მიწა. გამოდის ორი სიტყვისაგან შემდგარი სიტყვა ბარლეი, ქერს პლუს სახნავს ათესი მიწა. ესე იგი ლეი არის სოფლის მეურნეობა, ანუ სახნავს ათესი მიწა. ახლა რაც შეეხება აი აქ ჩვენ ელის შესახებ ხედრული ასო-ნიშნის ტრანსფორმაცია როგორ წავიდა, ესეც ჰქონდა წინა ვიდეოში და მოგახსენეთ. ახლა რაც შეეხება აი ამ ასო-ნიშნებს,
გრაკლიანი გორაზე აღმოჩენილ თიხის ნარნაგზე არსებული წარწერის სიმბოლო. აი აგერ. ბუ შუმერული ხაზოვანი დამწერლობის სიმბოლო, ფონეტიკური შესატყვისი ბარ. აი აგერ. აქადური რუსული სიმბოლო, ფონეტიკური შესატყვისის ბარ. გუენი ანუ კუენი, ძველი დამწერლობა ჩინური, ფონეტიკური შესატყვისის ბუ, პოშ. აი აგერ. შემდეგ კიდევ ერთი დადასტურება. აი ეს სიმბოლო. ხაროშტი, დამწერლობის სიმბოლო, ბრა, ამას ნიშნავს. ხაროშტი იყო უძველესი ინდური დამწერლობა, რომელიც ძირითადად გამოიყენებოდა განდჰარას რეგიონში, თანამედროვე პაკისტანი და ჩრდილო აღმოსავლეთ ავღანეთი, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნემდე. იგი იწერებოდა მარჯვნიდან მარცხნივ. იყო აბუგიდა, მარცვლოვანი დამწერლობის სისტემა და გამოიყენებოდა ისეთი ენების დასაწერად, როგორიცაა განჰარი, პრაკრიტი და სანსკრიტი. ითვლება, რომ ეს დამწერლობა არამეული ანბანიდან წარმოიშვა რეგიონში აქამენიდების იმპერიის გავლენის გამო. ამით დავასრულოთ. თხოვთ გამოიწვიოთ ჩვენი არხი და უყუროთ ჩვენს ვიდეოებს. ბევრ ახალ ამბავს და საქართველოს ისტორიის გაყალბების ფაქტებს წარმოგიდგენთ. შემდეგი ვიდეო იქნება ბაშპლემი და ასე შემდეგ. დიდი მადლობა.